Bădăm zorab, თქვენი თავარი დაპირება. რას შევცვლით? შევცვლით მიდგომას. მარტივ მაგალითით აგიხსნით. ცოტა ხნის წინ ტრაგედია მოხდა, შენობას ნაწილი მოწყდა და ადამიანი მოკლა. უფრო ცოტა ხნის წინ გაზი აფეთქდა ქუჩაზე, მივიდნენ შეხედეს, წავიდნენ და რამდენიმე საათში მეორე სახლი აფეთქდა იგივე ქუჩაზე. უბედურებები ყველგან ხდება. მიდგომაში რა არის იცით განსხვავება? პასუხისმგებლიან სისტემაში მთელი ძალისხმევა იქნება მიმართული იმაზე, გაარკვიო ეს რატომ მოხდა, ვინ არის პასუხისმგებელი და ისევ რომ არ მოხდეს. ახლა ძირითადი ძალისხმევა არის იმაზე, რომ მერიამ დააფიქსიროს ჩვენ რა შუაში ვართ, ანუ პასუხისმგებლობის არიდება და აი ეგ გარანტირებულად იწევს, რომ კიდე მოხდება. ეხლა კონკრეტულად. პირველი, სრული აუდიტია ჩასატარებელი მერიაში, უნდა გავარკვიოთ, სად და როგორ მიდიოდა ჩვენი ფული. მეორე, მართეთ თბილისის ბიუჯეტის თუნდაც ნაწილი. თბილისის ბიუჯეტის ნაწილის მართვაში ჩვეულებრივი თბილისელები როგორ მიიღებენ მონაწილეობას. უნდა გაკეთდეს ონლაინ პლატფორმა, სადაც გამოტანილი იქნება პროექტები და თბილისში რეგისტრირებულ ადამიანს თავისი პირადობის მოწმობით ელექტრონული ხელმოწერის სისტემით შეიძლება მიცეს ხმა იმ პროექტს, მაგალითად, აქ ხალხის ფულით ფესტივალი ჩავატაროთ თუ წარჩინებულ სტუდენტებს დაუფინანსოთ სწავლა, თქვენ გადაწყვიტავთ. შემდეგი, როგორ უნდა მოგვარდეს ამ ავარიული სახლების პრობლემა. ბატონი კალაძგან განსხვავებით, რომელსაც უნდა რომ ხალხის ფული დახარჯოს ამის გამოსყიდვაში, ჩვენ ვთვლით, რომ თბილისის ცენტრალურ უბნებში უნდა გამოცხადდეს მშენებლობაზე მორატორიუმი გარდა ამ შენობებისა და მერია უნდა იყოს შუამავალი კერძო ბიზნესსა და მაცხოვრებლებს შორის და კერძო ბიზნესის ჩართულობით უნდა გამოიცვალოს ეს დაზიანებული საბინაო ფონდი. კონსერვატორების საქართველოსთვის